სახელითა მამისათა, დაზისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელო, ძმანო და დანო, დღეს არის ხსენება წმინდა იოანე წინასწარმეტყველის, წინამორბედის და ნათლისმცემელის თავის კვეთისა. ამ მოვლენის შესახებ წმინდა წერილი თავად მოგვითხრობს, რომ იოანე შეიპყრო ჰეროდე ანტიპამ, რომელიც იყო შვილი ჰეროდე დიდისა, ხოლო ჰეროდე დიდის გარდაცვალების შემდგომ რომმა, რომლის ქვეშევრდომობაში შედიოდა პალესტინა, 4 ნაწილად დაყო პალესტინა და დაუდგინა მას თავისი მმართველები და ეს მმართველები იყვნენ ჰეროდე დიდის შვილები. ჰეროდე თავად არ იყო ტომით ებრაელი, ის იყო არამიელი და აქედან გამომდინარე, თუმცა კი სჯულით იყო იუდეველი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო ებრაელი, ებრაელთა ერისთვის მისი მმართველობაც იყო არასასურველი. ასევე არასასურველი იყო მათთვის მმართველობა და ქვეშევრდომობა რომისა, რამე თუ წარმართობა იყო მაშინ რომის იმპერიის უმთავრესი და ერთადერთი რელიგია. და აი ეს ჰეროდე ანტიპა დადგენილი იყო გალილეის მმართველად. გალილეაში იცით, რომ იშვა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, იქ დაიწყო მან ქადაგება ებრაელთა ერთ შორის და იქვე გალილეაში, იორდანეში მოხდა მისი ნათლობა იოანეს ხელისაგან და იოანე ნათლისმცემელი ებრაელთა ერის მიერ იყო აღიარებული როგორც ადამიანი წმინდა, როგორც ღვთისკაცი და წინასწარმეტყველი. წმინდა წერილი ბრძანებს, რომ იოანე ცხოვრობდა უდაბნოში თავისი ბავშვობის ასაკიდან და მას შესამოსელად ჰქონდა ტყავი ცხოველებისა, ხოლო მისი საჭმელი იყო მცენარეული საკვები და ღვინო და თაფლუჭი არ უგემია მასო. ეს დიდი წმინდანი ქადაგებდა სინანულს და მოუწოდებდა ებრაელთა ერს, რათა მოქცეულიყვნენ. და ნათლობა იოანესი იყო ნათლობა და განწმენდა წყლით, ეს იყო განწმენდა ცოდვათაგან. და მრავალი სასწაული იხილა ებრაელთა ერმა მისგან, მაგრამ იოანე ყოველთვის ამბობდა, რომ მე არა ვარ ქრისტე, მე არა ვარ მესია, მე ღირსიც კი არა ვარ, რომ მას ფეხსაცმელი შეუხსნაო. და აი ეს დიდი წმინდანი
ღერს მოუწოდებდა როგორც თქვით სინანულისაკენ და ცოდვათა აღიარებისაკენ. რამე თუ ნათქვამია ძველ აღთქმაში აღიარე ცოდვანი შენი და შეგიწყალოს შენ უფალმანო. ცოდვათა აღიარება ეს არ არის მხოლოდ ახალი აღთქმის მოწოდება. ცოდვათა აღიარება ღვთის წინაშე, სინანული გამოხატული ღვთის წინაშე მორწმუნე ერისათვის ყოველთვის იყო დიდი საიდუმლოება და ღვთისაგან შენდობის მიღების, ცოდვათა მიტევების მიღების მიზეზი. და იოანე ჰეროდე ანტიპას ეუბნებოდა, ამხელდა მას და ეუბნებოდა, რომ შენ დაარღვიეს ჯული. რამე თუ ჰეროდე ანტიპას მეუღლე იყო არავიელი მეფის ქალიშვილი, მან გაუშვა თავისი მეუღლე და თავისი ძმის ფილიპეს ცოლი ჰეროდიადა დაისვა ცოლად. ეს მაგალითი ძალზე ცუდი იყო ერისათვის. საერთოდ, როდესაც ერის მმართველნი იძლევიან არასწორ მაგალითს, ეს ძალზე ცუდად მოქმედებს ერზე, იწვევს მის გარყვნას, იწვევს არასწორ გზაზე ერის შედგომას და ამის გამო ამხელდა იოანე ნათლისმცემელი ჰეროდეს. ის არ დადიოდა თქვათ ოჯახებში ჩუმად და იქ კი არ ლაპარაკობდა ამაზე, არამედ ამბობდა ღიად და მოუწოდებდა, რათა ჰეროდე შეეცვალა, გამოესწორებინა თავისი ქმედება, ანუ დაებრუნებინა თავისი მეუღლე, თორე და მხოლოდ ძმის მეუღლე გაეშვა. მაგრამ ეს ხილება ძალზე მტკივნეული და ბასრი მახვილივით ესობოდა ჰეროდეს სულსა და გულს და უფრო მეტად კი ჰეროდიადას. და მიუხედავად იმისა, რომ იოანე იყო ერის მიერ აღიარებული წინასწარმეტყველად, ჰეროდემ შეიპყრო იგი და ციხეში მოათავსა, მაგრამ ვერ გაბედა მისი მოკლა, იმიტომ რომ ეშინოდა ხალხის აჯანყებისა, რომ ღვთისკაცი მოკლა, ეშინოდა ხალხის უკმაყოფილებისა, რომელიც არა მარტო ხალხისაგან იქნებოდა გამომავალი, არამედ რა თქმა უნდა გამოიწვევდა რომაელთა უკმაყოფილებასაც. მაგრამ თავის დაბადების დღეზე ჰეროდემ მოუწოდა თავის სასახლეში მრავალ ადამიანს, მოხუცებულებს,
1000-ის და 100-ის თავებს, ფარისევლებს, წიგნობრებს, დელმთავრებს და მათთან ერთად ჰქონდა ნადიმი. და აი აქ, როდესაც უკვე შესმული იყო ღვინო, როდესაც უკვე სიმთვრალე მოერია ჰეროდეს, მის წინაშე გამოვიდა ახალგაზრდა ქალი, მისი გერი, ჰეროდიადას ქალიშვილი, ამავ დროს მისი ძმისშვილი, ასე გამოდის. სალომეა და მან იცეკვა. და ამ ახალგაზრდა ქალის ცეკვამ მოხიბლა ჰეროდე. ალბათ არ არის რთული წარმოსადგენი ადამიანი როცა დალევს, მერე იხილავს ახალგაზრდა ქალის ცეკვას, თამაშს, როგორ შეიძლება აღიძრას მისი გრძნობები. და მან გაბრუებულმა ღვინითა და ვნებით ქალს უთხრა, რომ ითხოვე რაც შენ გსურს, ყოველივეს მოგცემ შენ, ჩემი სამეფოს ნახევარსაც კიო. ხოლო ქალმა, როგორც ამას წმინდა წერილი ბრძანებს, ბირებულმა დედისაგანო, ანუ დედისგან დარიგებულმა ჰეროდეს მოსთხოვა თავი იოანე ნათლისმცემელისა. აი ასეთი კადნიერება, ასეთი ღვთის უშიშება, ამდაგვარი არის ქრისტეს მიერ საყვარელნო სული, რომელიც არის შეპყრობილი ვნებით, ნებისმიერი ვნებით, ანგარების, სიძვისა და მრუშობის, ამპარტავანებით თუ პატივმოყვარეობით. მან არ იცის მოგზალება, მას არ ესმის სიტყვა, მან არ იცის უფროსი და უმცროსი, ის ანგარის არ უწევს არავის, არც შობელს, არც ნათესავს, მას კანონისაც არ ეშინია, თუ ღმერთის არ ეშინია, კანონი შეაშინებს. კანონი ის ეძებს გზას, რომ კანონი დაარღვიოს. და აი ეს მდგომარეობა არის ზუსტად ჰეროდიადას და მისი ქალიშვილის შემთხვევაში. ჰეროდიადა და ჰეროდე რომ მოქცეულიყვნენ, მათ თუნდაც რომ ეთქვათ, რომ კი ვცოდეთ ჩვენ, მაგრამ არ ძალგვით ახლა განშორება. ისინი არ მოკლავდნენ იოანე ნათლისმცემელს. იპოვიდნენ მიზეზს, იქვე იპოვიდა ჰეროდე გამართლების მიზეზს და იტყოდა, იქ შემკრები ადამიანებს ეტყოდა, რომ ეს ხო წმინდა და მართალი ადამიანია. თქვენ როგორ ფიქრობთ ამაზე, თუნდაც რომ თავისი თავი გამოეყვანა უხერხული მდგომარეობიდან და განამას ეტყოდნენ, რომ იქ შეკრებილი იყვნენ ებრაელთა ერის შვილების და ეტყოდნენ, რომ ვოკალი ადამიანი უდანაშაულო. იმიტომ რომ ებრაელთა სჯული კრძალავდა და კრძალავს ადამიანის მოკლას საქმის გამოძიების გარეშე. უნდა იყოს დადგენილი მისი დანაშაული და აი ვნებამ დაუბნელა გონება. ჰეროდიადა არ იყო ნასვამი, მაგრამ იყო გაბოროტებული.
იყო გაბოროტებული და მისმა სიამემ ყველანაირად დაუჩრდილა გონება. და როდესაც მოჰკვეთეს თავი იოანე ნათლისმცემელს და მიართვა ქალიშვილმა დედას ლაგნით, წმინდა თავი იოანე ნათლისმცემელისა ამ გაბოროტებულმა დედაკაცმა სადგისით დაჩხლიტაო, როგორც ამბობს გარდამოცემა ნათლისმცემლის ბაგეები. და შემდგომ ბრძანა, რომ უწმინდურ ადგილას ჩაეგდოთ, მისი თავი იქ დაემარხათ. და ეზოს მოძღვარმა, ანუ მოურავის ცოლმა ეროდე ანტიპასი, ხუზას ცოლმა იოანამ ეგ თავი მოიპარა და დაკრძალა ის მიწაში საიდუმლოდ, ხოლო სხეული იოანე ნათლისმცემელისა მისმა მოწაფეებმა წაიღეს და ისიც დაკრძალულ იქნა. და დღესაც არის ადგილი ელეონის მთაზე, სადაც აჩვენებენ და ეს ადგილი იყო უკვე მე-4 საუკუნიდან ადგილი თაყვანისცემისა და მე-5 საუკუნის მოზაიკა გარს არტყავს იატაკზე იმ ტაძარში, სადაც არის იოანე ნათლისმცემლის თავი დაკრძალული, სადაც მოხდა მისი შემდგომ ხოვნა და საყოველთაო თაყვანისცემისათვის მისი გამობრძანება. ეს არის დღეს ელეონის მთაზე, რუსულ მონასტერში, ეს წმინდა ადგილი. მაგრამ აი ქრისტეს მიერ საყვარელნო ეს მაგალითი იოანე ნათლისმცემელისა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რაოდენ ძიმე სულიერ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, როდესაც მას ღნება დაეუფლება. ის უკვე არ ეძებს სიმართლეს, ვერ არჩევს ტყუილსა და მართალს. ის მხოლოდ ისწრაფვის, რომ თავისი დანაშაული თითქოს დამალოს, მაგრამ როგორ მალავს ამას, ისევ დანაშაულითვე მალავს. მიმართავს ტყუილს, მიმართავს სხვადასხვა ხერხებს და თუ დაემუქრება, გამოაშკარავება მას, ის შეიძლება ძიმე ცოდვაზეც წავიდეს. ასე იყო ყოველთვის, იმიტომ რომ ცოდვა არის როგორც თოვლის გუნდა. ის თავში პატარა, თავში თითქოს ლამაზიცაა და ტკბილიცაა, მაგრამ როცა ის დაგორდება, ხდება დიდი და თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს. არავის არ დაინდობს და მოიხოლებს იმასაც, ვინც ამ ცოდვის ჩამდენი, დამწყები და ტკბილად აღმასრულებელი თავში არის. და ასე მოხდა ჰეროდეს შემთხვევაშიც. შეურაცხყოფილმა მამამ მისი ყოფილი მეუღლისა ომი გამოუცხადა გალილეას, რომელშიც დამარცხდა ჰეროდე და იძულებული იყო, რომ გაქცეულიყო. და რომაელებმა ის გადაასახლეს. ესპანეთში მოუწიათ მათ წასვლა ჰეროდეს და ჰეროდიადას, სადაც მიწისძვრის მსხვერპლი გახდნენ ისინი. მაგრამ ამაზე წინ მათ იხილეს თუ როგორ მოკვდა სალომეა ზამთარში ამ დევნილობის დროს ერთ-ერთ მდინარეზე გადასვლისას ჩაუტყდა ყინული სალომეას და
ყინული საფარმა თავი წაჰკვეთა მას და მხოლოდ თავიღა დარჩა, სხეული კი წყალმა წაიღო და ეგ თავი მის დედას მიართვეს. და საგალობელი ამბობს ამ დღესასწაულისა, ამ დღისა, რომ ამ ჟამსო, მისი სიკვდილის, ასეთი საშინელი სიკვდილის ჟამს უკანასკნელი როკვა აღასრულაო მან, ანუ ის ფართხალი, რომელიც დინარეში ამ საშინელ ჟამს მას მოუწია ეს გაბრძოლება, ეს გაფართხალება, სიცოცხლის გადასარჩენა. ეს იყო მისი უკანასკნელი როკვა ძანებს საგალობელი დღის აღნიშნელი. და კვლავ და კვლავ ჩვენ ვხედავთ ქრისტეს მიერ საყვარელო იმ ისტორიას, რომელიც მრავლად ყოფილა ქრისტეს ეკლესიაში, ყოფილა წმინდანთა ცხოვრებაში, რომ მოწამე ქრისტეს ერთგული და ღვთის მაღიარებელი ადამიანი ყოფილა შეპყრობილი, ყოფილა შეურაცხყოფილი, წამებული, სიკვდილით დასჯილი, მაგრამ გადიოდა წლები და ზოგ შემთხვევაში ძალზე მცირე წლები, ძალზე მცირე იოანე ნათლისმცემლის შემთხვევაში წლები არ იყო საჭირო. ის წმინდანი იყო აღიარებული ერის მიერ და მისი პატივისცემა და თაყვანისცემა მისი სიკვდილის დღიდანვე კიდევ უფრო მეტი გახდა. ერის მხრიდან, მისი მოწაფეების მხრიდან, ღვთის მეძიებელი ადამიანების მხრიდან. და ვხედავთ, რომ გადის რაღაცა დრო წმინდანთა ცხოვრებას უბრუნდებით და ის ვინც იყო დევნილი, შეურაცხყოფილი და როგორც ავაზაკის სიკვდილით დასჯილი, მას მიაგებენ საყოველთაო პატივს. ეს ისტორია მრავლად განმეორდა და სულ ცოტა ხნის წინაც ჩვენს ეპოქაში ვხედავთ ამ ისტორიის მრავალგზის განმეორებას, რომ ავიღოთ პატრიარქი კირიონი, ეს დიდი მოღვაწე, მამულიშვილი, რომელიც მისი ეროვნული და მართლმადიდებლური მრწამსის გამო იქნა მოგლული ანტიეროვნული ძალებისაგან და თითქმის 70 წლის განმავლობაში ყველანაირად ცდილობდნენ სიმართლის გამო და დამალვას და დააბრალეს პატრიარქს, რომ მან თავი მოიკლა. და მხოლოდ ჩვენს ეპოქაში გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენ ხმამაღლა დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი. ხმამაღლა ითქვა სიმართლე და ითქვა, რომ ის იყო მოგლული, ანტიეროვნული ძალების მიერ და წმინდანია პატრიარქი, რომელიც იყო როგორც ამსარებელი და მოწამე თავის ცხოვრებაშივე და დღეს ის ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერის მეოხად და მფარველად ყავს ზეცაში. წმინდანია მამა გაბრიელი, რომელიც დევნილი იყო, შეურაცხყოფილი იყო, ყველანაირად იყო გაკიცხული, დაცინული და დღეს ჩვენ
სულ უფრო და უფრო მეტად გებულობ მისი ღვაწლის ამბებს. ასეთი არის ცხოვრება ქრისტეს მიერ საყვარელო და ამაში არაფერი არ არის გასაკვირი. და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ არ ცხოვრობთ დღევანდელი დღით და არ ცხოვრობთ საწუთოთი. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ქრისტეს ოჯახის წევრებმა არ უნდა ვიცხოვროთ ამამსოფლიური სურვილებითა და ზრახვებით. ისე როგორც ჰეროდიადამ და ჰეროდემ აირჩიეს საწუთო, აირჩიეს ის სიამთბილობა, და ის ვნებიანი კავშირი, რომელიც მათ შეიძლება კიდევაც სიყვარულად ჩათვალეს, მაგრამ არასწორი და უსჯულო ღვთის წინაშე. და ცოდვის აღიარების მაგივრად ცოდვას კიდევ დანაშაული დაამატეს. ამიტომაც ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენ უნდა გვეშინოდეს. ნუ ვიფიქრებთ, რომ სხვას რაც დაემართა, ჩვენის არ დაგვემართება. ნუ ვიფიქრებთ, რომ თუ ჩვენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც ცოდავს, რომ ჩვენ ამ ცოდვას არ ჩავიდეს. არ ვიცი, როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდებით ჩვენ. და ყოველთვის ღმერთს უნდა ვთხოვოთ, რომ ღმერთო შეგვეწიე და დაგვიფარე ჩვენ. ამიტომაც ვამბობ ჩვენ საუფლო ლოცვაში, დანუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. იმიტომ რომ განსაცდელში ყოფებს შეიძლება არ გვეყოს არც ძალა, არც სარწმუნოება, გამოვიჩინოთ სულმოკლეობა, შიში, ცოდვისკენ მისწრაფება, ცოდვის სიყვარული. მაგრამ რას შეუძლია ჩვენი გადარჩენა, რომ ცოდვაში არ ჩავარდეთ? სიმდაბლეს ქრისტეს მიერ საყვარელო, სიმდაბლეს და არ მინდობას საკუთარ თავზე. თავდაჯერებული ადამიანი ძალიან ახლოს დგას ცოდვასთან. ახლოს დგას ცოდვასთან და თავდაჯერებული ადამიანი უკვე ცოდვაშია, რამე თუ არის თავდაჯერებული და ტკბება საკუთარი თავით. და პირიქით იოანე კლემაქსი ამბობს, რომ შეიძლება ღვთის მოწყალებამ გამოაფხიზნოს ის ცოდვაში ჩავარდნილი. და შეიძლება თუ იმ ცოდვაში ჩავარდნილმაც ვერ გამოიფხიზლა, მაშინ აღმოჩნდება ჰეროდეს მდგომარეობაში, რომ ჭეშმარიტებაზე დახუჭავს თვალს და სიმართლეზე იტყვის ტყუილი არისო. ამიტომაც უნდა ვითხოვოთ სიმდაბლე ქრისტეს მიერ საყვარელო და დაცვა, რომ არ შთავარდეთ განსაცდელში. ხოლო თუ აღმოჩნდა, რომ ცოდვაში ჩავარდით, იქაც სიმდაბლე ვითხოვოთ და სიმდაბლით მოუბრუნდეთ ღმერთს და ვსთხოვოთ მათ შენდობა ცოდვათა. ვსთხოვოთ მას, რომ მან მიგვიტევოს ჩვენი შეწოდებანი ნეფსითი და უნემლიეთნი და ვიყვეთ მოგზალებულნი უფლის წინაშე. მოგზალებულნი და
ნუ ვიქნებით იოლად გამკითხველნი, ნუ ვიქნებით თავდაჯერებულნი, არამედ უფალს ვთხოვოთ ფარველობა და შემწეობა ყველა ჩვენს საქმეში და მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე. ამინ. ერთმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ საყვარელი და იოანე ნათლისმცემლის მეოხებით ღმერთმა მოგცეს ჩვენ სინანული მიტევება ცოდვათა და მკვიდრობა ცათა სასუფეველისა. ამინ. თქვენ შეგიძლიათ რომ ემთხვიოთ ხატს, რომელშიც არის ჩაბრძანებული წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი. ერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ.